დღეს სიმბოლური აქცია მოეწყო გორში. ადამიანები, რომლებიც თვეზე მეტია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ ქალაქში ერთ-ერთ ლოკაციაზე შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის პოზიცია, ის რაც დღეს დააფიქსირეს, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, მნიშვნელოვანია ყოველთვის გავიმეოროთ, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ვითხოვთ პირველ რიგში პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით ნაომარ ქალაქში, რომ დღეს ვეტერანი ვეფხო კასრაძე არის დაპატიმრებული, ის არის რეჟიმის ტყვე, 5 შვილის მამა საოკუპაციო ზოლიდან და ყველგან სადაც გვექნება ამის თქმის საშუალება, ჩვენ მივალთ და ვიტყვით, რომ დიახ, უნდა გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც აფიქსირებენ ადამიანები და მნიშვნელოვანია, რომ არ შევეგუოთ გაყალბებულ არჩევნებს. დღევანდელი აქცია პერფორმანსი, რაც ეწოდა საყოველთაო გაფიცვა, მნიშვნელოვანი არის, რადგან ზოგადად გაფიცვა არის ევროპული პრაქტიკა, ევროპულ პრაქტიკაში ვიცით მრავალნაირი გაფიცვები და დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაფიცვის ტიპი, ეს არის პოლიტიკური გაფიცვა, სადაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთიანად იფიცება კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებისთვის. დღევანდელი გაფიცვა ემსახურება ორ მნიშვნელოვან მოთხოვნას. ეს არის უკანონო დატყვევებული ადამიანის განთავისუფლება და ღირსეული ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ძირითადი მიზანი არის ის, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და ვაჩვენოთ რა ელოდება საქართველოს იმ შემთხვევაში თუ გაჩერდება ყველაფერი. საილუსტრაციოდ შეიძლება ვიღაცებმა ჩათვალონ, რომ ეს არის მცირე მასშტაბი, მაგრამ დამიჯერეთ თუნდაც ახლა მე რომ სამსახურიდან ვარ გამოსული, ან კვების ობიექტები, ან სხვადასხვა დაწესებულებები არიან გაჩერებულები, მანიშნებელია იმის, რომ არ გავჩერდებით.